ევროკავშირის სავიზო რეგულაციის ფარგლებში ხვალ ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიას შორის პირველი ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებების გამო ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ვიზა ლიბერალიზაციის ტექნიკური მოთხოვნების ნაცვლად პოლიტიკური წინაპირობები წამოაყენეს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. მათი აზრით, ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციას საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად იყენებს და საქართველოსგან რუსეთზე სანქციების დაწესებას მოითხოვს, რაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. მათი თქმით, ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს. მე ვისურვებდი, რომ რა თქმა უნდა უახლოს მომავალში ეს საკითხი არ დაიძრას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე იქნება ეს ქართული ხალხისთვის, ეს არის მთავარი მონოპოლარი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმის, ასე ვთქვათ, ამ პერსპექტივას, ხო, თუ არ გაჩერდნენ, თუ შენარჩუნა სამწუხაროდ ეს რეჟიმი, ოდესმე ეს საკითხი სამწუხაროდ დადგება, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანია განიხილება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ესე ვამბობთ და ყოველთვის ვიტყვით, რომ ვიზები არის ქართველი ხალხის მონოპოლარი, არც ერთი ხელისუფლების და არც ერთი პოლიტიკოსის. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული მონოპოლარი. ამიტომ ვიზები უნდა დარჩეს ხელშეუხებელი და ქართულ მოსახლემო ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია შეუნარჩუნდეს. ეს არის სამუშაო პროცესი, ამ ინფორმაციების თუ არგუმენტების გაცვლის და იმედი გვაქვს, რომ ასეთათაც დარჩება საქმიან კონსტრუქციულ გარემოთ და ფორმატად იმისთვის, რომ თუ კი რაიმე რაღაც პოლიტიკური ბრალდებები არსებობს თუ პოლიტიკური არგუმენტები შეიძლება გვესმოდა პოლიტიკურ დონეზე, სამუშაო დონეზე რეალურად გაიცვლება ის ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია ვიზა ლიბერალიზაციის სისტემის გამართულად ფუნქციონირებასთან და იმედია, რომ ბრიუსელი დარწმუნდება საქართველოს არის უსაფრთხო ქვეყანა, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან მიმდინარე მიგრაციულ ნაკადებს ევროკავშირში და საქართველოს უსაფრთხო როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. როდესაც შემოღებული იქნა სავიზო რეჟიმი, ეს იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ. შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის, სადაც მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომელიც ტექნიკური ხასიათის არის, დაამატეს პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც არასდროს რაც კი არსებობს ევროკავშირი, რაც კი არსებობს მისი ვიზა და რაც კი არსებობს მისი უვიზობა, არასდროს არ არსებობდა ეს. ამ პოლიტიკური კრიტერიუმით გაიხსნეს თავისი აზრით და ჭკუით თავისუფლება, რომ რასაც უნდა იმას მოგთხოვენ. ახლა დგანან და ფანტაზიას, ასე ვთქვათ, აღარ აქვს საზღვარი. ხან გვეუბნებიან, რომ რუსეთს დაუწესდეთ სანქციები, ანუ თავი მოიკალით, გვეუბნებიან, თუ გინდა უვიზო მიმოსვლა, თუ თავი დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოთ ევროკავშირში. ჩვენ 2024 წლის 28 ნოემბერს რეალურად ევროკავშირს გამოვაცალეთ, ევროპულ ბიუროკრატიას უბრალოდ გამოვაცალეთ შანტაჟის თითქმის ყველა ბერკეტი. ეხლა დარჩათ ერთ-ერთი ვიზა ლიბერალიზაცია და ცდილობენ რომ დააშანტაჟონ რაღაცნაირად ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს. პირველ რიგში თავადაც ხვდებიან, მე მგონი ხვდებიან მაგ დონეზე ანალიზებენ პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ქუჩად ჩაივლის. ეს არის განცხადებები, რომლებსაც არავითარი ფასი არ აქვს.